გადაცემას ვაგრძელებთ უკვე სტუმრებთან ერთად ევროპის ინკლუზიური ტურიზმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პარსას დამფუძნებელი პროგრამების დირექტორი თამარ მახარაშვილი, ასევე მასპინძლობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ტურისტული პროდუქტების და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ქეთი ზურაშვილს და ქალაქ თბილისის მერის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის გაყოფილების ხელმძღვანელს ეკა ბურდილაძეს. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. მაყურებელს იმასაც შევახსენებ, რომ გეგმავთ ვისაუბროთ ინკლუზიური ტურიზმის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, სახელმწიფოსთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონებში და პირველ რიგში ტურისტებისთვის. იმიტომ რომ ყველას აქვს გადაადგილების თავისუფალი საშუალება და უფლება უფლისწორად და ასევე ტურისტული მომსახურების სარგებლობის უფლებაც. მოიეთ გვითხარით, რა მდგომარეობა ამ მიმართულებით საქართველოში, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და გვაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა ამ წუთას დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რომ თქვათ რამდენიმე წელიწადში იყოს საქართველოს სრულად აღჭურვილი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. საზოგადოებრივ მაუწყებლობას მინდა მადლობა გადაუხადო ინკლუზიური ტურიზმის თემით დაინტერესებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენი ქვეყანა არის მზად იმისათვის, რომ ინკლუზიური ტურიზმის მეტად განვითარება მოხდეს. ამისათვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული გარემოს არსებობა. ვფიქრობ, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ქვეყანამ არა მხოლოდ ხელი მოაწერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, არამედ გასულ წელს მოხდა კონვენციის რატიფიცირება, ძალაში შესვლა და კონვენციაში მთელი რიგი მუხლები ამოცემული თუ იმ მიმართულებით, რომ უნდა ამოქმედდეს იგივე უნივერსალურ დიზაინთან, ასე ვთქვათ, სტანდარტებთან მიმართებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ და ძალიან სასიხარულოა, რომ მთელ რიგ რეგიონებში დასავლეთ საქართველოშიც აი 4 სასტუმროების დაინტერესება მოხდა, რომ მოხდეს ადაპტირება, მოგეხსენებათ საერთაშორისო ქსელის სასტუმროებში არის, ასე ვთქვათ, სტანდარტების დაცულობით ადაპტირებული გარემო. დაინტერესება არის კერძო სექტორისგან, სახელმწიფოც გავს ამ მიმართულებით ნაბიჯებს და გადადგა კიდევაც ამ მიმართულებით, ამაზე უფრო დაწვრილებით. უფრო ზუსტად რომ ვუთხრათ მაყურებელს, რომ სად არის ისეთი ადგილი, ისეთი ღირსშესანიშნაობა, თავისი ვთქვათ სასტუმროთი ექვემდებარა, რომელიც არის ადაპტირებული და შესაძლებელია, რომ ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თავისუფლად ჩავიდეს და იქ მისთვის კომფორტული გარემო იყოს. მოგესალმებით, უწინარეს ყოვლისა მადლობა მოწვევისათვის და სწორედ ამ თემის დაინტერესებისათვის. რაც შეეხება უკვე ადაპტირებულ ტურისტულ მარშრუტებს, ჩვენ შევიმუშავეთ ადმინისტრაციამ კახეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში, ეს გახლავთ სიღნაღი, თელავი და ყვარელი, სადაც ორდღიანი ტური მათთვის არის დაგეგმილი, სადაც შესაძლებელია განთავსების საშუალებაც უკვე არის ადაპტირებული იმისათვის, რომ მიიღოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი კვების ობიექტით და ღირსშესანიშნაობებით, ანუ მსგავსი მარშრუტები შეიქმნა კახეთში, კახეთის რეგიონში და ცხადია, ჩვენ აუცილებლად გეგმავთ 2015 წელს სხვა რეგიონების ჩავთოთ აი ამ ტურიზმის მიმართულებით განვითარებაში. მესმის რომ თქვათ კერძო სექტორი დაინტერესებულია და ეს ალბათ უფრო ეხება დიდ ბიზნესს, რომლებიც აშენებენ თქვათ დიდ სასტუმროებს, მაგრამ ძალიან ბევრმა არ იცის, ბევრმა კერძო მეწარმემ, რიგითმა ოჯახმა, რომელმაც თავისი სახლი სასტუმროდ გადააკეთა და არ აქვს უბრალოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა სარგებელს მოუტანს მას, თუ ექნება მას ადაპტირებული გარემო თავის სასტუმროში. აი ამ ინფორმაციის მიწოდების კუთხით თუ კეთდება რაიმე. იცით რა არის, ადმინისტრაცია გასცემს რეკომენდაციებს და აქვე დავსწრენ, რომ წლევანდელ წელს ჩვენ გეგმავთ განთავსების საშუალებებისთვის გავაკეთოთ ტრეინინგები მომსახურების სფეროს გაუმჯობესების თვალსაზრისით უნარჩვევებს რაც შეეხება და პირველ ყოვლისა პირველი პილოტური გვაქვს თბილისი. დიახ. ასე რომ ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს ამ მიმართულებით, ხედია და გავცემთ, როგორც ვახსენე, რეკომენდაციებს. ძალიან კარგი. იმისთვის, რომ ადაპტირებული გარემო შეექმნას, ესეთი მნიშვნელოვანია ინკლუზიური ტურისტისთვის. ვახსენეთ თბილისი და მოდით ვთქვათ მერის როლი როგორია და რა არის ამ მიმართულებით. პირველ რიგში ისევ და ისევ მოგესალმებით. მადლობა ასეთ ამ თემის დაინტერესებისთვის.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მერიას, გასული წლიდან დღემდე და მომავალ პერიოდშიც განაგრძობს აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ გასულ წელიწადს შეიქმნა ისეთი პროდუქტები, დაიწყო ისეთი პროდუქტების შემუშავება, რომელიც პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესაძლებლობისთვის. ასევე პირველ რიგში დაიგეგმა წელს უკვე განხორციელდება, კვლევა ჩატარდება მთელი ქალაქის მასშტაბით და არა მხოლოდ ტურისტული რეგიონების მიმართულებით. რამდენად პასუხობს ქალაქი ამ შესაძლებლობებს, რამდენად ადეკვატურია და რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარკვეული ამ კვლევის შედეგად დადებული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება და დაიგეგმება უკვე ის შესაბამისი ღონისძიებები, რაც აქტიურად უკვე უპასუხებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ პროექტის აქტიურად განხორციელებისათვის. და წლის მეორე ნახევარში ჩვენ გეგმავთ პარსასთან ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც გავაჟღერებთ უკვე იმ რეალურ პროექტებს, გადადგმულ ნაბიჯებს, შედეგებს, კვლევის შედეგებს, რეკომენდაციებს, რომელიც კიდევ ახალ გეგმების დასახვაში დაგვეხმარება და ახალი პროდუქტების განხორციელებაში. ამ ეტაპზე პირველი რაც არის, რაც უკვე აღნიშნე, ეს იქნება კვლევის დაგეგმა, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ ჩვენ და ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად უკვე მუშაობენ და იციან ზუსტად როგორ უპასუხონ ამ კვლევის შედეგებისგან გამომდინარე, რას ველით, რა გვინდა ამ კვლევიდან მივიღოთ. შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში ანუ პროდუქტი უკვე აქტიურ შედეგს მოგცემს უკვე მომსავალო გეგმებისთვის. ძალიან კარგი, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს თემა. გარდა იმის, რომ უნდა გქონდეს ინფორმაცია, სად არის ასეთი ადგილი, სადაც შეგვიძლია და ჩავიდეთ და თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ალბათ ამის მოძიებაც არის შესაძლებელი, ხო? ინტერნეტის საშუალებით. ჩვენ ვებგვერდზე კონკრეტულად არის განთავსებული ქალაქების მიხედვით. ადაპტირებული ობიექტების სია, რომელიც სულ უფრო და უფრო ემატება ეს სია და ამავდროულად მინდა ვისარგებლო თქვენთან ყოფნით და გავაჟღერო, რომ ჩვენ ვებგვერდზე სრულიად უფასოდ არის შემუშავებული ამერიკელების უნივერსალური დიზაინის ცენტრის მიერ ესეთი სახელმძღვანელო, რომელიც არის ზუსტად უნივერსალური დიზაინის სტანდარტებზე ინკლუზიური ტურიზმთან მიმართებაში თუ როგორ უნდა მოახდინონ სწორედ ადაპტირება ყველა დაინტერესებულმა პირმა. ეს კერძო სექტორისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უმარტივესად არის მოცემული, ასე ვთქვათ, იმ სტანდარტების დაცვით, როგორ უნდა მოახდინონ ნაკლები დანახარჯებით და მარტივად თავიანთი შენობა-ნაგებობების ადაპტირება. და ამავდროულად არქიტექტურის სამსახური მომავალში ყველა ნებართვას, აი იმის გათვალისწინებით, ადაპტირებული ადგილების გათვალისწინებით გასცემს ნებართვებს. შესაბამისად, ანუ ქალაქ თბილისის მერია ცდილობს როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე მშენებარე და სხვა მიმართულებით ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტებს დავეკვირდებაროთ. ეს ძალიან მარტივად მოგვარდება, იმიტომ რომ ნებისმიერ ფანჯრის ამოყვანაზეც გჭირდება ნებართვა და საკმაოდ დიდხანს ლოდინი და ალბათ რაღაცა გამარტივებული იქნება, რომ რაღაც სტანდარტსაც გულისხმობს ეს ადაპტირებული გარემოს შექმნა. და სწორედ იმ სტანდარტის მიხედვით იქნება უზრუნველყოფა ამ თუ იმ ობიექტის. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ალბათ მნიშვნელოვანია, როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, გიდების მომსახურება. იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს საქმე, ვთქვათ, სმენადაქვეითებულ ადამიანებთან, შესაძლებელია თუ არა და მოხდება თუ არა გადამზადება, არ ვიცი, სამსახურში აყვანა ისეთი ადამიანების, ვინც იცის ჟესტების ენა, იმისთვის რომ რაღაცა აუხსნას იმ ადამიანებს, ვინც ჩავა კონკრეტულ ადგილას და სურს რომ მეტი მოისმინოს ისტორიული შენობის შესახებ. აი ამ ხრივ მინდა ვთქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, რომ მოხდა ჟესტური ენის გიდების გადამზადება. ანუ ამ ხრივ კვალიფიციური კადრები არსებობს და მინდა სასიხარულოდ აღნიშნო, რომ პოლონეთის ძალიან მსხვილი ინკლუზიური ტურიზმის, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, რომელიც მთელ სოფლიოში ატარებს ტურებს, შარშან იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მოეწონა და უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. შესაბამისად, ჩვენ უკვე მომზადებული კვალიფიციური კადრებით შევძლებთ სრულფასოვანი, ასე ვთქვათ, ტურ პაკეტების მიწოდებას და მომსახურებას. და
და ქალაქ თბილისის მერიას დავძენაქვე, აქვს ამ დაგეგმილი ამ წელს სასტუმროების გადამზადება, ანუ სასტუმროების მენეჯერების გადამზადება, მომსახურე პერსონალის, ანუ სპეციალური ტრენინგები, როგორც ზოგადად ტურიზმის საკითხში, ანუ რა საკითხებს უნდა პასუხობდნენ და შესაბამისი ამ ვიწრო მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების მომსახურებისა და მათი გამოსპინძლებისა და გასტუმრების შესაბამისობაში მოყვანისთვის. ხო, რაც შეეხება ადმინისტრაცია უკვე დანარჩენ რეგიონს იზრუნებს და წელს სწორედ ეს იქნება 2015 წელს გადამზადება მომსახურების სფეროში მოხდება ჩვენი მხრიდან დანარჩენ რეგიონებს და ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებს გულისხმობ. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო წერილი, რაც ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ამ სფეროში ჩართული ნებისმიერი სექტორისთვის, ადამიანისთვის არის ნამდვილად ხელსაყრელი თუ ინკლუზიური ტურიზმი იქნება განვითარებული ქვეყანაში. ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის აღმასრულებელი დირექტორის აივორ ამბროუსის წერილი გახლავთ ეს ინკლუზიური ტურიზმის ეროვნული სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებით და საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე წარდგენით ქვეყანას შეუძლია სარგებელი მოუტანოს არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ მის ქალაქებს და ადგილობრივ მოსახლეობას. რამდენადაც ეფექტური ადაპტირება ისევ ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანდაზმულ ადამიანებს, როგორც ტურისტებს და ვიზიტორებს. ეს გახლავთ სწორედ წერილი. კი ბატონო, და მთავარი კითხვა ალბათ დაახლოებით, როდისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში განვითარებულია ინკლუზიური ტურიზმი? ითქვას? როდის შეიძლება ითქვას თამამად? ისიც რა, წინ გადადგმული ნაბიჯები ჩვენ მქონდა, ადმინისტრაცია უკვე რამოდენიმე წელია მუშაობს, ჩვენთვის ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თანამშრომლობთ მჭიდროდ კერძო სექტორ და მათ შორის პარსასთანაც, რა თქმა უნდა, ქონდა ეს როგორც აღნიშნეთ ჩვენ უკვე შექმნილი ტურისტული მარშრუტები კახეთის რეგიონში. მათი ჩართვა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით ჩვენ განახორციელებთ დასპინძაში სპორტულ-კულტურული ღონისძიება. ამასთანავ სულ რაღაც რამოდენიმე ხნის წინ ბაკურიანის სეზონის გახსნის ფარგლებში მათ მიიღეს მონაწილეობა თავის ხელნაკეთი მასალა წარადგინეს ხალხისთვის, იქ დამსწრე საზოგადოებისათვის. შესაბამისად, ჩვენთვის არ ჩერდება დრო, ჩვენ მუშაობთ ამ ტურიზმის ამიმართულებით. გვაქვს უკვე დაბალი და საშუალოდ ადაპტირებული გარემო გამოვლინებული და იმედს ვიტოვებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ვიტოვებთ ამის იმედს, რომ სრულყოფილებისკენ მივისწრაფით და მივიღებთ რა შედეგს. რა თქმა უნდა, დროის მდგრადი განვითარება ზოგადად დროის საკითხია, ასე რომ. ნამდვილად. თუმცა ალბათ საერთაშორისო გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად მომგებიანია ეს სახელმწიფოსთვის, ხო, ტურისტული თვალსაზრისით. კი, გათვალისწინებით იმისა, რომ გაეროს ჯანდაცვის მონაცემებით 11% მოსახლე გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა კატეგორია, 600 მილიონი ადამიანია. შესაბამისად მნიშვნელოვანი გასაკვირველი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ევროპის ინკლუზიური ტურიზმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პარსას დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი თამარ მახარაშვილი, ასევე მასპინძლობდით ტურისტული პროდუქტების და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ქეთი ზურაშვილს და ასევე სტუმარს ქალაქ თბილისის მერიიდან ქალბატონ ეკა ბურდილაძეს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ ნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.